რადიო თავისუფლების ინფორმაციით დოკუმენტი, რომელსაც დღეს ბრიუსელში განიხილავენ, ერთის მხრივ მოიცავს განახლებულ ინფორმაციას ევროკავშირის ინსტიტუტების და წევრი ქვეყნების მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯების მიმდინარე განხილვების შესახებ და მეორე მხრივ ევროკავშირის არსენალში დარჩენილი დამატებითი ზომების შესახებ, მათ შორის ნახსენებია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. ამ დრომდე საქართველოს სარგებლობდა ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით, მაგრამ ევროკავშირი მზად არის გააუქმოს ამ პრივილეგირებული პარტნიორობის ელემენტები, განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ წერია ტექსტში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისარი საშინაო და მიგრაციის საქმეებში მაგნუს ბრუნერი წერილს გააგზავნის საქართველოს მთავრობასთან. ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მუქარით, თუკი საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული კურსის დასაბრუნებლად შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს. ერთ-ერთი მავნებლობა, რაც მოიტანა ამ მოღალატორმა რეჟიმმა, არის ის, რომ შეიქმნა სერიოზული საფრთხე უვიზო რეჟიმის გაუქმებისა, მაგრამ ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს ევროკავშირელ მეგობრებს, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგან, შეინარჩუნონ ქართველი ხალხისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი, ხოლო რაც შეეხება სანქციებს და მკვეთრ ნაბიჯებს, აი ივანიშვილის და მისი ბანდის წარმომადგენლების მიმართ უნდა გაათმაგებულად განხორციელდეს. არასდროს ჩვენი გუნდი არ ემხრობოდა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, იმიტომ რომ ეს არის ქართული ხალხის მონაპოვარი და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ამაზე მუშაობა და დღესაც ვიმეორებ გიორგი გახარია ბრიუსელში იმყოფება და მუშაობს იმაზე, რომ დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომები და შევინარჩუნოთ ვიზა ლიბერალიზაცია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროკავშირმა, მათ შორის თუ იმ ძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც თქვენს კითხვა დასვით, 100% პასუხისმგებლობა ეკიცრება ოცნებას. თუ ვინმეს ბრალია საქართველოს უვიზო მიმოსვლის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დარტყმის ქვეშ დაყენება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი პირადად და მისი რუსული რეჟიმი. იმის ცდელობა, რომ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს გადააბრალონ ეს ყველაფერი არ გამოვა, ეს არის მათი პროპაგანდისტური ხაზი ამ ეტაპზე, რომ თითქოს მათ გარდა ვინმეს ბრალია ის, რომ უვიზო მიმოსვლა დარტყმის ქვეშ დგას, ეს საფრთხე ემუქრება თანაბრად საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, იქნება პროდასავლური პარტიების მხარდამჭერი თუ ქართული ოცნების მხარდამჭერი. უვიზო მიმოსვლა არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც საქართველოს ევროპასთან ამ დრომდე გააჩნია. ამიტომ ამას ქართველი ხალხი ივანიშვილს არ აპატიებს. რაც შეეხება უვიზო თემას, უვიზო გადაადგილების თემას, ჩვენი ხმარწმენით ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომელიც ამ თემის კულტივირებას ახდენენ, ცდილობენ ეს თემა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად, პოლიტიკურ შანტაჟად, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშანი ამ თემასთან დაკავშირებით არ გაჩნდეს. რაც შეეხება წერილს, რომელიც აღნიშნა გაია კალასმა, სავარაუდოდ აქ ახალი არაფერი არ არის, სავარაუდოდ აქ არის საუბარი იმაზე, რაც დასკვნაც ევროკომისიამ დეკემბერში, წინა წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, რაც ეხებოდა ვიზა ლიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს და იქ მაშინ იყო აღნიშნული რამდენიმე საკითხი, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა. პირველი ეს იყო გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, ასევე იყო ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანობის დაცვის კანონის გაუქმება და ასევე იყო თუ არ ვცდები ანტიკორუფციული ბიუროსთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ სავარაუდოდ ამ საკითხებზე იქნება გამახვილებული ამ წერილში ყურადღება, ვნახოთ მოვა ეს წერილი, ვნახავთ, შევისწავლით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.